ცესკოს თავმჯდომარე რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრესსპიკერთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობას. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერა. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. გრძელდება რეგიონული შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ვიმყოფებით მარნეულში, სადაც პირადად შევხვდი კომისიის ყველა წევრს და მოვისმინეთ ინფორმაცია არჩევნების ამზადისთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდგომ გადმოვინაცვლეთ რეგიონულ სასაწყობე სივრცეში, სადაც ასევე გავეცანით საარჩევნო დოკუმენტაციის მიღების პროცესს, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ როგორც ამ რეგიონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ცესკოს საოპერაციო სივრციდან სრულად არის მიწოდებული ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია, ისევე როგორც ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც ეტაპობრივად უახლოეს დღეებში გადაეცემა ქვემდგომ კომისიებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ადგილზე გავეცანით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით საწყობში არსებულ სიტუაციას, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ტრადიციული კუთხით უბნებისათვის მისაწოდებელ მასალებს. ბოლო ეტაპი ლოჯისტიკისა, მეოთხე ეტაპი განხორციელდება უმოკლეს ვადებში.